საქართველოს კონტექსტ დაუბრუნდეთ თქვენის ნებართვით. მინდა გითხრათ ტელეკომპანია, ასე თქვა თუ გდებათ. მოკლედ პროპაგანდისტური არხის მომხრეებს, პროპაგანდისტური არხის მაყურებლებს, პროპაგანდისტურ არხზე ასე გულ შეწუხებულებს, მინდა გითხრათ, რომ ბიზინა ივანიშვილი ახლა მართლაც ასეა, გაიმედებთ თქვენ და ამბობს, რომ არც არანაირი პრობლემა არ შეექმნება, განსაკუთრებით ცხადია. იგულისხმება TV იმედი ეს პროპაგანდისტური არხი. მაგრამ ასე ყინჩად რომ გრძნობს ბიზინა ივანიშვილი თავს და მის პაჟებს, ბანდა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ყინჩად რომ აგრძნობინებს თავს, აგრეთვე ჟურნალისტებს თუ ჟურნალისტებად წოდებულებს, მოკლედ TV იმედში დასაქმებულებს ეს მაინც დროებითი ამბავი მგონია და აი რატომ. პირველ ყოვლისა, მუთაქებით თუ შემოდნებით ფულის მიტანა ბიზინა ივანიშვილსაც კი გაუჭირდება, რავისი, პირობითად 2 ან 3 ან 4 თვეში, ანუ პირველი 3, მაქსიმუმ 4 თვე 20 მილიონს ქართულ ჯგუფიდან გააქეშებენ და შეიტანენ განა არა TV იმედის სალაროში და მერე ასე დაარიგებენ 100 ლარიან თუ 200 ლარიან კუპიურებს ყველა თანამშრომლისთვის ეს არ არის პატარა თანხა, ეს არის 15-20 მილიონი დაახლოებით, 15 მილიონი, თუნდაც 12 მილიონი ყოველთვიურად. მაგრამ რომელიღაც ეტაპზე ფულის გამოტანა ქართულ ჯგუფიდან ბიზინა ივანიშვილსაც კი ერთის მხრივ მობეზრდება, მეორეს მხრივ აღარ მოუნდება და მესამე მხრივ აღარ შეეძლება, იმიტომ რომ ფულის გათეთრების ესე ქეშად აკეთიკით თრევის ამბავსაც ვინმე გაუხეთქავს და მოდი ვიტყვი ასე დაემუქრებიან, ეტყვიან რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, გააფრთხილებენ. მაგრამ ამასაც დავადებოთ თავი თქვათ, 4 თვის განმავლობაში ბიზინა ივანიშვილმა მიიტანა 15 მილიონი ლარი, ანუ ქართულ ჯგუფმა და ასე შემდეგ და 5 მილიონი ლარი კი დაახლოებით რაც არის თვის განმავლობაში TV იმედის ბიუჯეტი შეავსეს ისეთმა კონფორმისტებმა, როგორიც არის მეამა, აი მეამას განცხადება ალბათ ნახეთ, რომ ჩვენო მაინც მივიტანთოთ ანხასო, გსურს გავაკეთოთ განმარტება ჩვენს კომპანიასთან დაკავშირებით აგორებულ სრულ კამპანიაზე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიასთან, TV იმედთან და პოსტივისთან თანამშრომლობაზე ისე ჩვენში დარჩეს და პოსტივის რეიტინგი არ გაიშვა, მაგრამ მაინც კარგი, ოკეი. კონკრეტული მედიის მხრიდან იყო დასმული შეკითხვა, თორსტეი ფორმულაზეა საუბარი, მოხდებოდა თუ არა ჩვენი კომპანიის მხრიდან სანქცირებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, რაზეც იყო გაცემული კონკრეტული პასუხი, რომ მსგავსი ტრანზაქცია ვერ განხორციელდებოდა. ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია რეკლამა განთავსდეს ყურებად მესდია საშუალებებში, რის გარეშეც შესაძლებელია კომპანიამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიიღოს. ამიტომ ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება რეკლამის განთავსება ორივე სახელმწიფო უკაცრავად სახელმწიფო ორივე ხსენებული ტელევიზიის ეთერში. კი მაგრამ თუ მათ ანგარიშზე თანხა ვერ მოხვდა, ეგრა მაგის პასუხია მე ამაზე კი არ მინდა მაინც და მაინც ლაპარაკი, მაგრამ თუ ვერ მოხვდა TV იმედის დასანქცირებულ ანგარიშზე თანხა, მაშინ როგორ გადარიცხავთ ხოლმე თანხას. მე კი ვიცი, სარეკლამო კომპანიები რომ არის შექმნილი, სარეკლამო კომპანიებს გადაურიცხავთ, რომ იმათმა თავის მხრივ მოახდინონ ანგარიშის სწორება შუამავლებმა, მოდი ვიტყვი ასე, რომლებიც მნიშვნელოვან პროცენტსაც იტოვებენ, მაგრამ იმაში კი დარწმუნებული ხართ, რომ პროცენტს რომც არ იტოვებდნენ, ის კომპანიები თავის მხრივ საკუთარ თავს ჩაიგდებენ საფრთხის ქვეშ. მაგრამ მე ამაზე აკითხავთ, ეხლა არ ვილაპარაკოთ. ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ბიზინა ივანიშვილს 3-4 კარგი ჭანდაბა შევითავი 6 თვე ბიზინა ივანიშვილი მიიტანს 15 თუ 12 მილიონ ლარს ყოველთვიურ რეჟიმში და შესაბამისად ეს პროპაგანდისტები ვინც არიან უკლებლივ ყველანი, რავის პირველი გვარი მაგალითად აბაშიძე და ბოლო გვარი თქვათ ჰეროსტატე, ცხადია ჰეროსტატე არ ეყოლებათ, იმიტომ რომ ჰაეზე არ აგვაქვს ჩვენ გვარი ქართველებს, კმაყოფილები იქნებიან, მაგრამ მერე რა ხდება? ბიზინა ივანიშვილს მობეზრდება, აღარ შეეძლება, იმიტომ რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მათ შორის ფულის გათეთრებაში ემანდ კი არა ნამდვილად მიედავებიან. გარდა ამისა, მე გაგახსენებთ, რომ ბიზინა ივანიშვილს ბეზრდება ხოლმე, როგორც კი სხვა გამოსავალს ნახულობს და სხვა შორის ეს ბევრი მდიდარი კაცის მახასიათებელია, ბეზრდება ხოლმე, აი ესე ჯიუტად ერთ კალაპოტში
ერთ გზაზე მოძრაობა. გაგახსენებთ მაგალითად ერთი ხანობა მან თქვა რომ არსებს პოლიტიკიდან მიდის და დაარსებს არასამთავრობო ორგანიზაციას თუ არ ვწდები ერქვა ამ არასამთავრობო ორგანიზაციას 20-30 ხომ არ გსმენიათ იმის თაობაზე სად არის ეს არასამთავრობო ორგანიზაცია კი დარეგისტრირებული იქნება შესაძლოა ეს აგენტების შესახებ კანონსაც მოერგო როგორც სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაცია ამაშიც ეჭვებარება გულახდილად გეტყვით მიაგდო ბიზნეს ივანიშვილმა და აღარ აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციაში მისი ჭყალებში მოღვაწეობა ანუ მოქმედება. მეორე თუ გახსოვთ ერთი ხანობა თქვა რომ ხელისუფლებიდან მივდივარ და ალტერნატიული პოლიტიკური ჯგუფი ოპოზიცია ნამდვილი ოპოზიცია უნდა შექმნაო. შექმნა? ვერ შექმნა. თუ გახსოვთ ერთი ხანობა თუ არ ვწდები, მან საკუთარი გადაცემაც კი შექმნა და GDS-ზე გადიოდა. ეს გადაცემა მიგდებული ხო არ არის? სად არის? კი გავიდა არ ვიცი რამდენი პირობთ 30 ეპიზოდით 30 კონკრეტული პროგრამა გადაცემა, მაგრამ სად არის? GDS-ი სად არის საბოლოო ჯამში? ხო GDS-ი რომელიც ოდესღაც იყო არა მხოლოდ მუსიკალური, არამედ რეიტინგული არხი, როცა პოლიტიკური პროდუქტებიც იდებოდა ამ არხს. მეცხრე არხი სად არის? პოლიტიკიდან მივდივარო რო თქვა ორჯერ თუ არ ვწდები და ორივეჯერო დაბრუნდა და ახლა საპატიო თავმჯდომარეა თითქოს მანამდე რამ უშლიდა ხელს რომ საპატიო თავმჯდომარე ყოფილიყო ან ემართა პოლიტიკური პარტია და ზოგადად პოლიტიკური პროცესები. ამიტომ ბიზნა ივანიშვილს იმ შემთხვევაშიც კი როგორც ოლიგარქს რომელსაც ბეზრდება ხოლმე ერთ დინებაში მოქცევა გარწმუნებს რომ 3-4 თვის შემდეგ მობეზრდება ესეც ანუ ტელეკომპანია იმედის განსაკუთრებით იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ის არ აინტერესებს ის პოზიტივი იმის შენახვა როგორც კი ალტერნატივას ნახავს ან როგორც კი მოდრკება უნდა გაიგოთ კარგად რომ ეს სანქციები არ არის შემთხვევითი ეს ერთი და არ არის ისე მხოლოდ ქაღალდზე დატანილი სანქციები. ამიტომ ყველამ ვინც იმედში მუშაობთ სახეებს არ გულისხმობ ისინი გადაფსკვნილები არიან მაინც ერთ-ერთ სახეზე ვილაპარაკებთ ჩვენ ცოტა ხანში გადაფსკვნილები არიან მაინც ამ მაფიოზურ სისტემასთან მაგრამ აი ოპერატორებს მიუხედავად იმისა რომ შრომით ბაზარზე მოთხოვნილება არ არის პრაქტიკულად მე დაბეჯითებით გირჩევდით მე მონტაჟეებს დაბეჯითებით გირჩევდით გრაფიკოსებს ან ტექნიკურ ამ ჯგუფში ტექნიკურ შემოქმედებით ამ ჯგუფში მყოფ ადამიანებს დაბეჯითებით გირჩევდით აი ბექში მდგომ ადამიანებს ვინც სახე არ არის და ვინც ის და ჟურნალისტებსაც კი ან ჟურნალისტებად წოდებულებსაც კი გირჩევდით რომ ეს გემი დატოვოთ. იმიტომ კი არა რომ გემის ვინც ტოვებს ის აუცილებლად დადებითად შესაფასებელი არა არ შეგაფასებთ არც ერთ შემთხვევაში მაგრამ ეს ის გემია რომელიც მიუსავლეთში მიდის ეს ის გემია რომელიც რუსეთს ემსახურება და მომავალშიც მოემსახურება ჩანს სწორედაც რომ ბიზნა ივანიშვილის კარნახით ბიზნა ივანიშვილის ინსტრუქციებს შეასრულებს და ეს ის გემია რომელიც უბრალოდ იმას კი არ ამბობდა რომ უკრაინა სადმე პაკროვსკთან მარცხდება აგე დაეღუპა პირობითად 517 მეომარი არამედ იმას ამბობდა სულ აი სიტყვასა და სიტყვას შორის ამგვარი აქცენტი იყო გაკეთებული და რად უნდა ამას აქცენტი და ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა და მახვილი და განსაკუთრებული რაღაცა განსაკუთრებული დაკვირვება ღიადაც მისი საინფორმაციო პოლიტიკა როგორც ასეთი იყო სწორედაც რომ ანტიუკრაინული რუსული კომაგობდა იმედი სწორედაც რომ რუსეთს ეხლა სხვა გასართობი მათ შორის გადაცემების წამყვანების ეს ხელმოღერებულობა და არაპოლიტიკური გადაცემების ავტორთა ხელმოღერებულობა რომ იცით რა ეს მე არ მეხებოდა ან რაღაც კულტურაზე ვინც აკეთებდა პირობითად სიუჟეტს რაღაც იმედის ქრონიკაში თუ ქრონიკის იმედში თუ რაც ქვია ამ გადაცემებს არც ვიცი ხო და იცით რა არის მე რაღაც სპექტაკლზე დავდიოდი და მაინტერესებდა რაღაცა ის გამოფენა პირობითად ლაპარაკობ ეს არის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება ეს ერთი და მეორე არის არასწორი საქციელი რაც როდესაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი ხარ უკვე ხარ და ბევრი იყო რასაკვირველია თუ არა ხარ ძალიან მასშტაბური კაცი და არის სისტემის წინააღმდეგ თუ მიკრო და თუ მაკრო მასშტაბში ხო შენ ბუნებრივია გეცხოვა ის შირკი რომელსაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ავისი პოლიტიკური საბჭო თუ ხელმძღვანელობა ჩადის 99 წლის 9 აპრილის შემდეგ თუ დარჩი კომუნისტურ პარტიაში შენ უკვე ხარ
კომუნისტური პარტიის ორგანული ნაწილი. და 99 წლის 9 აპრილი მოგვიწყო მეთქი იმედმა მეთქი ამას თუ ვიტყვი. დიახ, twinებს მოუწყო სწორედაც რომ მათ შეხვა ორლესული ნიჩბებით და ჩეიომუხა პირდაპირ მნიშვნელობით მეთქი ლამის ესე ვიტყვი, გამოიყენა ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ახლა მე ერთ პროპაგანდისტს სულ არ მინდოდა გულახდილად გეტყვით, ვერ იდებოდი ამასაც გულახდილად გეტყვით, მაგრამ მაინც ერთი პროპაგანდისტი უნდა ვახსენო. უფრო ზუსტი რო იყო ერთი ქალბატონი, მოდი ასე ვიტყვით, ქვერისდებოდი პროპაგანდისტი მეთქია, ის შეგდებოდა არ ვიტყვი მაინც. მაგრამ მეორე მხრივ პროპაგანდისტის იარაღია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც ამბობს ყველა სიტყვა სასაკვირველი არ გავურჩევ ახლა ამას. ის ბევრად მცოდნეა გულახდილები ვიქნებით, ვიდრე ტელეკომპანია იმედის პროპაგანდისტური არხის ნებისმიერი სხვა რიგითი თანამშრომელი ჟურნალისტები მათ შორის. ბევრად გამოცდილიც არის. ბევრად ბევრ წიგნა, მეტ წიგნა კითხია. აი ყველასაც აქვს საკითხული ტელეკომპანია იმედში, შეიძლება მას მართლაც ამდენი აქვს საკითხული. რუსული ლიტერატურისა, უცხოური ლიტერატურისა, პოლიტიკური ლიტერატურისა, სამეცნიერო ლიტერატურისა შესაძლოა არ ვიცი. გულახდილად გეტყვით, მაგრამ მაინც. მაგრამ ამიტომაც არის უბოდიშეთ მისი ოჯახის წევრებს პირველ ყოვლისა მზაკვრობა, ასე ვიტყვი, რაცაც ის ჩადის, რასაც ის გვაუწყებს, გვეუბნება, მე კი არა. არამედ ეუბნება ფართო აუდიტორიას. ყველა მისი სიტყვა და საერთოდ ყველა განათლებულობა, ცოდნეობა რაღაცისა, ერთი მიმართულებისა თუ 12 მიმართულებისა თუ ზოგადად მიმართულებებისა, ზოგადად სფეროებისა, ხო, როდესაც მზაკვრობ, ანუ მზაკვარობ, ალბათ უფრო სწორია, როდესაც მზაკვრობ თუ მზაკვარობ, ხო, იკარგება მე-5, 45 ან 197 მხარისხოვანი ხდება. მოусმინოთ უდიში ბანამდე სანამ მას მოусმენთ, მანამდე დუგინი უნდა გავიხსენოთ ერთმანეთის მიყოლებით ჩვენი მოკავშირეების სისტემურად ნადგურდებიან ნათელია ვინ არის შემდეგი, ჩვენ ვართ ნათელია ვინ არის შემდეგი ტელემედიაში, დუგინს რა პათოსიც აქვს ეს გავიზიაროთ, თუმცა რუსეთზე კი არ ვილაპარაკოთ, ტელემედიაში შემდეგი არის რუსთავი 2 და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ცალკეული ლიდერები ამჯერად უკვე ბრიტანეთისა და ევროკავშირის მაშინ ასე ვიტყვი, მხრიდან თუ მიერ მათ შორის გავთვლი თიკო ბერძელიშვილი ბატონი, ვასილ მაღლაფერიძე, რომელზეც მეორეჯერ, მესამეჯერ, მეოთხეჯერ მიწევს ზედიზეც საუბარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ისა ხო დუგინი ამბობს რომ ჩვენს ვართ ის შემდეგო. ეხლა ეს სად არის ეს? რატო აი აქ ვიყურეთ. ეს ვიდეო არა გვაქვს ქალბატონი თამარისა? თუ გვაქვს, ბოდიში. სად შემხვდა? რატო ვერ პოულობ? სამწუხაროა რაიც. რამდენი რამე სჭირდება პოეტს ჩვენ დროში მაინც. მომაწვდია რამასობაში ვიდეოს. ქალბატონი თამარ ცაგარიაშვილის. რაოდე სამწუხაროც არ უნდა იყოს ქალბატონი თამარ ცაგარიაშვილი ამახვილებს ყურადღებას ახალგაზრდებზე, რომლებიც არიან ტელეიმედში და უმრავლეს შემთხვევაში კი არა, სულ გვეუბნება, სულ გვაცნობს ტყუილებს. ახლა ვიდეო მომაწოდეს. არც ვიცი რომელი ვიდეო, რომელი ეპიზოდია. მაგრამ მოусმინოთ რა ეპიზოდიც არ უნდა იყოს ქალბატონი თამარ ცაგარიაშვილის. იმედით ვუყურებ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, ვინც ამ საქმეს ემსახურებოდნენ სანქციებამდე, იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ და განანაგრძობენ ისე. ქალბატონო თამარ, თუ მარცვალ ილაპარაკებთ ასე გამოკვეთილი ბგერებით, მეც მარცვალ ასე გამოკვეთილი ბგერებით იძულებული ვიქნები, რომ ასე გიპასუხოთ. რაღა ეს თქვენივე ენა, თქვენ გესმით, პირველ ყოვლისა, შესაბამისად, კარგად შეისმენთ ჩემს მიერ ასე გამოკვეთილ მარცვლებ ბგერებს. თუ ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს ემსახურებოდნენ, აწიც გამომავალშიც გაანაგრძობენ ამგვარ საქმიანობას, ისინი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩაიგდებენ თავს და თქვენ ვის და თქვენ, როგორც გამოცდილ პირს, ბერძიაევ დასტაევსკი, ტოლსტოი ნაკითხს, ფართო დიაპაზონის სამეთქი ვიტყვი ასე, გევალებოდათ და გევალებათ, რომ ადამიანებს სწორი ორიენტირები მისცეთ, იმიტომ რომ თქვენ მათთვის, ჩემთვის არა, მაგრამ ავტორიტეტი მათთვის კი ხართ. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ეს ადამიანები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ემსახურებოდნენ პირდაპირ თუ ირიბად რუსეთს გაცნობიერებულად, თუ გაუცნობიერებლად. და თქვენ ახლა და სტუდიაში მყოფი, მათ მოუწოდებთ, რომ განაგრძონ მსახურება რუსეთისა. სხვა კი არაფერია პოლკოვნიკების, კგბ-ს, ფსბ-ს პოლკოვნიკების საქმე. ისინი რიგითებს, სწორედაც რომ ამას ავალდებულებენ, კარნახობენ, ეუბნებიან, ამის გაკეთებისაკენ უბიძგებენ. აი, რიგითი პირობითი გვარით პეტროვი, რიგით პირობითი გვარით ივანოვი, პოლკოვნიკ სიდოროვს უჯერებენ და მაბადიეთ, მაგრამ პოლკოვნიკი სიდოროვის როლში გამოდიხართ. ახლა მეორე წინადადებასაც გაგაცნობთ თქვენსას, ან უფრო ზუსტი რომ იყო საზოგადოებას გავაცნობ, რას ამბობს ქალტონი საგარეიშვილი. როგორც იყო გუში, იმიტომ რომ რწმენა არის მთავარი და შენ თავთან, შენ სინდისთან იყო სუფთა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაკალომიძე არ ვახსენო, არ შემიძლია თავზე ასე აღმოჩნდა ყველაზე უფრო რთულ მომენტში მაკალომიძე აღმოჩნდა მთავარი მეორე ეპიზოდიც აგვაქვს. დადგა თქვენი როდიში მეორე ეპიზოდიც მოусმინოთ ალბათ. მაჩალიკაშვილის მამას, ეს ძალიან საინტერესო ეპიზოდია. ქალტონი მაგდანიკაშვილი არის, აი ეს აღფრთოვანები, როგორც მენტორს ისე უყურებს. სანიშნავი ლექსი, შენ რატომ უნდა გეძინოს მშვიდად თუ კი მევწევარ სისხლის ხუბეში, ან პირიქით. ბოდიშით, შენ რატომ უნდა გეძინოს მშვიდად თუ კი მევწევარ სისხლის გუბეში? როგორ ეძინა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას მშვიდად, მაშინ, როდესაც მაჩალიკაშვილი კონკრეტულად რაღაცა ამ თემაზე საუბრობთ, რაღაცა მას ახსენებთ, მაჩალიკაშვილის შვილი სისხლის გუბეში იყო, ოღონდ პირდაპირ მნიშვნელობით. როგორ გეძინათ ქალტუნ თამარ თქვენ და თქვენს იმ განათლებულ ბჭყალებში თუ განათლებულ ბჭყალების გარეშე კოლეგებს, როგორ გეძინათ მაშინ, როდესაც ათეულობით ადამიანს, მათ შორის თქვენს კოლეგას, უბრალოდ თქვენ რომ კოლეგად არ მიგაჩნიათ ალბათ, მაგრამ ზიამაღლობელს იჭერდნენ და აფურთხებდნენ სახეში. როგორ ლაპარაკობდით სკამებზე, პირდაპირ მნიშვნელობით, სკამებზე და რაღაცა ინფრასტრუქტურაზე რუსთაველის გამზირზე, მაშინ, როდესაც ადამიანებს, მათ შორის თქვენი ნაცნობების შვილებს იჭერდნენ და სისხლს ასმევდნენ და ახლა ახმამაღლება ამაზე და საუბარი ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ აი იმედის თანამშრომლებს თურმე გიბოდიშებთ და დაერხა ცოტაზე მეტად უკვე პოლკოვნიკ სიდოროვის კი არა, ლამის გენერალ სიდოროვის ქმედებას ჰგავს. გენერალი პოლკოვნიკს ავალებს პოლკოვნიკი ჯარისკაცს. მე მგონი თქვენ უკვე ნელ-ნელა ხართ გენერლობის გზაზე, რასაკვირველია გეწყინებათ. მაგრამ რა გაეწყობა? ადამიანები აწამა საქართველოს თუნდაც დე იურე ხელისუფლებამ, რაც არ უნდა ჩაედინათ მათ, ადამიანები გავიმეორებ თქვენთვის დამარცვლით აწამა ხელისუფლებამ, რომლის ფარული თავკაციც არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შექმნა იმედი ძალითა მით ძლიერითა. განვაგრძოთ, მაჩალიკაშვილს რაღა იახსენებთ. რატომ უნდა გეძინოს ცუდად თუ მე რაღაცით ვარ ბედნიერი? რატო გეძინათ თქვენ ცუდად არ ვიცი და კარგად, როდესაც ჩვენ ადამიანები, მათ შორის პროტესტის მონაწილეები იყვნენ უბედურები. რატომ ერთხელ მაინც იმედში შიგნიდან არ მოიღეთ ხმა, თუნდაც შუმად არა და საინფორმაციო სუფროსთან ესეთები ყავდათ და ყავთ? და რატომ არ თქვით, რომ იქნება და ჩვენ რაღაცა მედია ადვოკატირება, საზოგადოებრივი ადვოკატირება, ბოლოს და ბოლოს იქნება და მოვიწვიოთ ეს მაჩალიკაშვილი ერთხელ, მაგალითად მაჩალიკაშვილი, მაგალითად ქალტონი ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის მშობელი დედა. იქნება და მოვიწვიოთ კარგი პოლიტპატიმრების მშობლები არა და იქნება მოვიწვიოთ ქალტონი მარინე ჩიტაშვილი, თქვენი რესპონდენტები ვინც არიან იმ გადაცემაში. ხო, მათზე ნაკლები ინტელექტუალი იაგო კაჭკაჭიშვილია თუ მარინე ჩიტაშვილი.
ვიდრე ხელისუფლება წოდებულმა ბანდამ არ გამოაცხადა, რომ მოდი დებატები გავმართოთო. მანამდე თქვენ უშუალოდ ყოველგვარი შეპირისპირების ერთმანეთთან რამაზ საყვარელიძე versus მარინე ჩიტაშვილი. არა, მარტო მარინე ჩიტაშვილი. რატომ არ მოიწვით? თქვენი ბაბლის წევრი არ არის? ან იქნება გაკადნიერდეთ და თქვათ, რომ ქალბატონი მარინე ჩიტაშვილი უვიცია. განვაგრძოთ, ეს 5 წუთიანი ვიდეოა, მე 5 წუთს ვეღარ დაუთმობ ქალბატონ ზაგარიშვილს, პოლკოვნიკს, მოდი მაინც გენერლობისათვის საბჭოთა FSB-ს გენერლობისათვის, ნუ გავიმეტებთ მას, მაგრამ აი რამდენიმე მწარე სიტყვა კი მაინც თქვათ, პირობითად 1 წუთის განმავლობაში შემდეგ პასაჟს მოусვიდოთ უფრო ზუსტი რომ იყო და აი მასთან დაკავშირებითაც მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას. ჩვენ საზოგადოებაში საოცრად სიხარული იმის გამო რომ დაგვაც სანქციებს ჩვენ. დიახ, არა, უკაცრავად ბოდიშს ვიხდი, სიხარული იმის გამო რომ დაგასანქცირეს თქვენ ორი ტელევიზია. დიახ, ოღონდ ორი ტელევიზია კი არა, ობიექტური აღქმითაც და ობიექტურადაც და სუბიექტური აღქმითაც ეს ტელევიზია არ არის. არც ერთი მათგანი არ არის, არც ერთი მათგანი არ არის ტელევიზია. TV იმედი არის პროპაგანდის რუსული პროპაგანდის თავარი ღერძი ჩვენ სინამდვილეში. და თქვენ შესაძლო არიცით, თუმცა რატო არ უნდა იცოდეთ მეორე მხრივ, როგორ კეთდებოდა ნიუსი, აი თქვენ სადაც გაქვთ სამუშაო ოთახი, იქიდან 50 მეტრში, ან 27 მეტრში, ან 58 მეტრში. როგორ კეთდებოდა ნიუსი, როგორ აქცენტებს სვამდნენ და სვამენ ახლაც საავტორო გადაცემების ავტორები. წამყვანები ჩიხლაძე, აგნიკაშვილი, რომელიც გვერდზეა თქვენს გვერდით მოთავსებული. ხო? განთავსებული. ჩვენი ტელევიზია ჩვენს სამშობლოში და იცით როგორი სიტყვებია ნახმარი აი თავისუფალ სივრცეში, მედია სივრცეში, როგორც სიკვდილი, როგორც კუბო, როგორც საფლავის ქვა, როგორც წევლა, ზიზღი, აი ასეთი ტერმინები, ასეთი გახარება ტყუილია ეს. ტყუილია რომ სიკვდილზე, კუბოზე, რავი, წევლაზე, გარდაცვალებაზე, რაღაც დაკოლაზე, მოკლაზე, მიკლაზე და კიდევ ასე შემდეგ ვინმე ასე ხარობდეს ამით. არა, ჩვენ ხარობთ მართლა, ოღონდ გულახდილად გეტყვით, ხარობთ იმით, რომ დასანქცირებული არის TV იმედი, თუ თქვენს არხზე ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ტვინთა რეცხვის ის სამარცხვინო კამპანია, რომელსაც თქვენ ოსტატურად უძღვებოდით, ხოლო სხვები ნაკლები ოსტატობით აკეთებდნენ, ჩადიოდნენ ამ დანაშაულს ქართველი ხალხის წინაშე, ან ნაკლებად იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ. მოგიძიებიათ, რა ღირს, რა ჯდება ტელეკომპანია იმედი. მოგიძიებიათ, რა თანხა აქვს დავალიანება მას ქართულს მიმართ და მოგიძიებიათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის 500 მილიონი, რომელიც TV იმედს აქვს, ასე ალტრუისტულად გადახდილი TV იმედს აქვს, ვალი ქართუსი, ასე ალტრუისტულად გადახდილი კი არ არის ამ უკანასკნელის მიერ, თუ მხრიდან. ქვეყნის მოსახლეობის შენი ტელევიზიის არ გავმიჯნავ, ეხლა არანაირ კეთილშობილებაზე განსაკუთრებულზე თავს არ ვდებ, მაგრამ წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ მივცე ჩემ თავს უფლება, ჩემს კოლეგებზე, ჩემს თანამემამულეებზე, წერო ასეთი სიტყვები, იმედში ხალხნო მუშაობენ ახალგაზრდები, მაჩალიკაშვილის მამას იმედში ხალხნო მუშაობენ ახალგაზრდები, ხო ეს წარმოთქვით ასეთი აპლომბით ერთის მხრივ და ასეთ დამარცვლით მეორე მხრივ. რუსთაველზე ქალბატონო თამარ არიან ახალგაზრდები, რომელთა ნაწილიც არაფრის გამო ახლა არის საპატიმროში. რუსთაველზე არიან ახალგაზრდები, რომლებიც ტროტუარზე გადაადგილდებიან და ამის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უშვებს მათ საქართველოს დე ფაქტო ჩვენი აზრით და დე იურე თქვენი აზრით ხელისუფლება და ესეთი პოლკოვნიკური მასწავლებლის, პედაგოგის, მენტორის ტონით იქნება და ამაზე გეთქვათ ორი სიტყვა, ვიდრე იმედს არ შეეხო,
ანუ თქვენს უსაფრთხოებას, თქვენს არხს და თქვენს პერსონალურად უსაფრთხოებას მანამდე ხმა არ უნდა მოგეღოთ? ჩუმად მაინც არ უნდა გეთქვათ? ვინ მესტრის საქართველოს და ბოლოს ტრიბუნა გაქვთ. ერთხელ ერთი აქცენტი მაჩალიკაშვილზე იწყებთ ახლა, ენახეთ რას ამბობთ. გამწარებულ მშობელს. მას გაის გამწარებული მშობელი ერთხელ ეთერში რატო არ მოიწვიეთ? გამწარებული მშობელი. მაჩალიკაშვილი რატო არ მოიწვიეთ? ახალგაზრდების შესაძლებელია რომ ამ ახალგაზრდების სიკვდილი ისურვოთ, ამოწყვეტა ისურვოთ, წამება ისურვოთ, დაწვა ისურვოთ. როგორ შეგვიძლია? ვინ ისურვა? მაჩალიკაშვილმა? დაწვეს ლამის ჩემი მეგობრის შვილს სისხლი ადინეს იმ პოლიციის მანქანაში და ეს სისხლი დალიეო მერე უთხრეს. არ გსმენიათ თქვენ შუაგულ ვერაზე რო ცხოვრობთ რუსთაველის გამზიიდან კილომეტრ ნახევარში. არ გსმენიათ თქვენ იმ ფართო საანაცნობოდან თანაცნობოს არაფერი უთქვამს ამის დაობაზე? ამგვარობების დაობაზე და თუ უთქვამს, რატო იყუჩეთ? ამიტომ თქვენ სისხლს, ან ახალგაზრდების სისხლს არავინ ითხოვს. მაგრამ იმედი უნდა დასანქცირდეს. იმიტომ რომ იმედი და მისი საინფორმაციო პოლიტიკა იყო რუსული. თქვენ რუსეთს კომაგობდით. ჩვენ საქართველოში ერთმანეთის შვილების დაღუპვა და საფლავის ქვებზე ვწეროთ. ეს ანდრო ჭიჭინაძის საფლავის ქვა ფიგურალური მნიშვნელობით რომ წერდა იმედი ეპიტაფიებს რო აკეთებდა? წარმოუდგენელი ეს არის, ხო? ეს არის სახის დაკარგვა, ეს არის ზნეობის დაკარგვა. სახე და ზნეობა თუ ვინმეს არ დაუკარგავს, ეგრე მაგის პასუხია. არის სწორედაც რომ თუ ესე უნდა გავმიჯნოთ ჩვენი მხარე. აი ეს კი არის სახის და ზნეობის დაკარგვა. ეს არის ქვეყნის გახლეჩა. ეხლა ძალიან მიყვარს პოეზია და ისე ეხლა პოეზიას ნუ გადავალთ, იმიტომ რომ აქაც არ ამგონია რომ არ გაგეჯიბროთ. ბიძინა ივანიშვილმა არ გახლეჩა ქვეყანა. ვიდრე არ მიპასუხებთ მონოლოგის რეჟიმში თუნდაც. არ მიპასუხებთ ასე წყნარად, შვიდად. მანამდე იქნებით პოლკოვნიკი, FSB-სი, გვარად, ცაგარეიშვილი. როცა მიპასუხებთ, ის პასუხიც ადეკვატური თუ არ იქნება და თუ ამგვარობას განაგრძობთ, ისე ვიქნებით პოლკოვნიკი, თამარ ცაგარეიშვილი, რომელსაც რიგითი ჯარისკაცები, მაგდა ანიკაშვილები, როგორც მენტორს, ისე უყურებენ, შეხედავენ ხოლმე და ეს მენტორიც, პოლკოვნიკი, თავისუფლებას აძლევს, რომ ანიკაშვილების ტვინი რეცხოს. ესე კარგად მართლაც ესე გამოთქმით, ხელისუფლება წოდებული ბანდის წინააღმდეგ რომ მედია, იქ ბევრი ავტორი ვერ ლაპარაკობს. ანიკაშვილისთვის, როგორც ახალდაწყებული დამწყები რუსი ჯარისკაცისთვის, პოლკოვნიკ ცაგარეიშვილის ამგვარ იბოდიშებთ კოდალობას მართლაც აქვს მნიშვნელობა. ნახვამდის.